მას საქართველოში რამდენად დაცულია დასაქმებულთა უფლებები? როგორ მუშაობს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ? იცვლება თუ არა დასაქმებულთა უფლებები და პირობები? სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა სტატისტიკა, გარღვეული საკონტრაქტო ვალდებულებები და სამუშაო გარემო. ვინ აკონტროლებს შრომის პირობებს და როგორ იცავს სახელმწიფო დასაქმებულთა უფლებებს? მაესტროელები, დღეს 7 საათზე. ჩვენ უკვე ვისაუბრებთ დასაქმებულთა უფლებებზე, სამუშაო გარემოზე, პირობებზე, მათ ანაზღაურებაზე, კანონში შეტანილ ცვლილებებზე, კონკრეტულ კანონდარღვევებზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზე. ახლა კი მინდა კონკრეტული სტატისტიკა წარმოვაგიდგინოთ სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი ადამიანების შესახებ. სტატისტიკა მზარდია და დავიწყოთ მიმდინარედან წლიდან, საერთო ჯამში შევადაროთ ბოლო 7 წლის მონაცემები. მას ასე სამუშაო ადგილებზე 2019 წელს გარდაცვლილია 6 ადამიანი, დაშავებული 4. ეს არასრული წელია, პირველი კვარტალიც არაა დასრულებული. შემდეგი არის 2018 წელი, რომ გარდაცვლილია ამ შემთხვევაში 59 ადამიანი, დაშავებული 199 ადამიანი. 2017 წელს გარდაცვლილი 47, დაშავებული 106 ადამიანი. 2016 წელი შეგვიძლია ნახოთ, ეს არის გარდაცვლილი 58, დაშავებული 85 ადამიანი. 2015-ში გარდაცვლილი 42, დაშავებული 82 ადამიანი. 2014 წელი გარდაცვლილი 41 ადამიანი, დაშავებული 72 და 2013 წელი გარდაცვლილი 30 ადამიანი, დაშავებულია 111 ადამიანი. სტატისტიკა მზარდია 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. ჯერჯერობით შედეგებზე საუბარი ზედმეტია 2019 წელს. ეს იმ ფონზე, მაგდა თორნიკე, როდესაც ყოველწლიურად უფრო მეც და მეც საუბრობთ სამუშაო ადგილებზე შესაბამისი პირობების შექმნაზე და ზოგადად ამ პრობლემის მოგვარებაზე მივიღეთ ცვლილებები 2018 წელს 7 მარტს გარკვეული შეზღუდვების შემოწმებები, 2019 წელს 19 თებერვალსაც მივიღეთ ამოქმედება კანონი ყველა სივრცეს შეეხება, თუმცა შედეგი მაინც ასე თუ ისე არადამაკმაყოფილებელი კი არა, პირიქით მზარდია სტატისტიკა. ცვლილებები მაინც არის, ჩვენ გვახსოვს ყველა ტრაგიკული შემთხვევა, ჩვენ ვაშუქებდით სხვადასხვა გადაცემებში, მაგრამ მედიას ეს კარგად ახსოვს ეს შემთხვევები, უამრავი დაღუპული ადამიანი, ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა და სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა, საზოგადოება აღალდა ამის გამო. ახლა მივესალმოთ პასუხისმგებელ პირს, ბექა ფერაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის ჩვენი სტუმარი, მან უნდა გააკონტროლოს ახლა შრომის უსაფრთხოების დაცვა და ასევე ექსპერტი შრომის უფლებების გიორგი სულთანიშვილი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ახლა პირველ რიგში ბექა, თქვენ უნდა გკითხოთ თქვენი ახალი ვალდებულებები, ის რაც უკვე ძალაშია და ის რაც ცოტა ხანში შევა ძალაში. გთხოვთ მოკლედ აგვიღწეროთ, რას გულისხმობს ეს და რამდენად გაქვთ რესურსი რომ განახორციელოთ ეს ყველაფერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. მე მინდა სანამ ჩვენ დავიწყებდეთ საუბარს, გამოვიხმაურო სტატისტიკას და განმარტო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ზოგადად შეიცვალა მეთოდოლოგია მოკვლევის და აღრიცხვის, არა მარტო თქვათ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, არამედ ზოგადად მეთოდოლოგია იგივე ეხება დასაქმების მიმართულებას და სხვას და ჩვენ ეს სტატისტიკა ეხლა თქვენ რომელსაც ეყრდნობოდით, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა და ჩვენ ბუნებრივია ჩვენ გქონდა მათთან კომუნიკაცია და მათი განმარტებით, როდესაც ჩვენ გქონდა დიალოგი, შედარებადი შეიძლება იყოს 2018 წლის ბოლო მონაცემები 2019-თან. ანუ 2018 წლის მონაცემები არ იქნება რელევანტური, რომ შევადაროთ გასული წლის მონაცემებს, ვინაიდან მას შემდგომ რაც შეიცვალა ოფიციალურად სტატისტიკა და ნებისმიერი ინციდენტი ექცევა მთლიან კალკულაციაში, ბუნებრივია მეთოდოლოგიის ცვლებამ გამოიწვია რაოდენობის. ვისაუბროთ აი ძალიან დიდ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ბატონო ბექა, მეთოდოლოგია რამდენად ცვლის შედეგს, ფატალური შედეგი დადგა სამუშაო ადგილებზე. ვისი მიზეზით ამაზე არაა საუბარი, ვიღაცამ დააშავა, შეიძლება თვითონ დაზარალებულმაც დააშავა, მაგრამ ფაქტის ახეზია სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა დიდია.
დიახ და ამიტომაც ვამბობდი დავასრულებ. მას შემდგომ, როდესაც თქვა სიმაღლეზე სამუშაოებზე და მშენებლობებზე იყო ყველაზე დიდი რაოდენობა გარდაცვლილ ადამიანებისა, ჩვენ 2017 წელს შევიმუშავეთ ტექნიკური რეგლამენტი 477 და ჩვენ მე შემიძლია მოგაწოდოთ კიდევაც ეს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც სხვადასხვა უწყებებიდან, რომელიც შრომის უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი, მათ შორის პროფესიული კავშირების, ესე იგი ნამდვილად დადებითი დინამიკა ფიქსირდებოდა 2018 წლის პირველ ორ კვარტალში. ამიტომ ესე იგი ჩვენ სტატისტიკურ მონაცემებზე შეიძლება ვისაუბროთ 2018 და 2019-ზე, ანუ ცოტა მოგვიანებით. ეხლა რაც შეეხება რა სიახლეები ფიქსირდება ამ მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც გარკვეული დათქმებით იყო და ეს დათქმები გულისხმობდა, რომ შრომის ინსპექციის მანდატი გავრცელდა მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე, ანუ იქ სადაც მაღალი იყო ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის გარკვეული რისკი და აქვე იყო გარკვეული დათქმები, რომ შრომის ინსპექციას შეეძლო შეემოწმებინა კომპანიები კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, თუ ის იყო გეგმიურ ნუსხაში დამტკიცებული, მეორე ეს იყო განმეორებითი ვიზიტი, როდესაც განისაზღვრებოდა გონებრივი ვადა თუ რა პერიოდში უნდა მოხდარიყო დარღვევის აღმოფხვრა და მესამე იყო, როდესაც მოხდებოდა გარკვეული ინციდენტი. ეხლა თქვენ მოგეხსენებათ 2019 წლის თებერვალში, ანუ გასულ თვეს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი რედაქციის კანონი, რომელიც არის ორგანული კანონი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამოძახილი და სულისკვეთება იმისა, რომ კანონის სტატუსი გაიზარდა და ხელისუფლების ნება გამოიხატება სწორედ ამაში, რომ დაიცვას შრომის უსაფრთხოება. ეს არის მე ხაზს გავუსვავ, როგორც შიდა საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს ჭირდებოდა ამის გააზრება ადეკვატური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება სრულად. დიახ, ბატონო, ამოქმედება ნიშნავს იმას. ერთი კითხვა მექნება, მოდით რომ კარგად გავაგებინოთ მაყურებელს, რა უფლებამოსილება გაქვთ, რა შეგიძლიათ. მაგალითად, მე რომ ახლა განათლების ტექნიკა დამეცეს თავში და რამე მომივიდეს. რას გააკეთებს თქვენი სამსახური? რას გააკეთებს თქვენი სამსახური? ანუ რის უფლება გაქვთ? აქვე მოგახსენებთ რა შეიცვალა უკვე 2019 წლის 1 სექტემბრიდან. შრომის ინსპექციას შეეძლება შეამოწმოს ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერი სექტორი და კანონში სწორედ ასეთ ჩანაწერია დღეღამის ნებისმიერ დროს, ანუ შრომის ინსპექციის მანდატში მოექცევა ნებისმიერი ტიპის კომპანია. რა ბენეფიტებს თავაზობს ახლა კანონი დასაქმებულ ადამიანებს? არაერთი დაცვის მექანიზმი შემოიტანა, მათ შორის ესე იგი თუ რაიმე ინციდენტი, როგორც თქვენ ახსენეთ, ახლა თუ რაიმე ინციდენტი მოხდება უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა შემოგვაქვს, უბედური შემთხვევა თავისთავში არ მოიაზრებს აუცილებლად ფატალურ შემთხვევებს, არამედ ნებისმიერი ინციდენტი იქნება ანაზღაურებულ და დადგენილი შესაბამისი წესით, იქნება ყველა კომპანიისთვის განისაზღვრა სავალდებულო წესით, რომ მათ დაიცვან შრომის უსაფრთხოება. რა არის შრომის უსაფრთხოება? ამ მიმართულებით ჩვენ 10 კანონქვემდებარე აქტი გვაქვს მისაღები 2019 წლის 1 სექტემბრამდე. ევროკავშირის twinning-ის პროგრამის ფარგლებში 26 დირექტივის ტრანსპოზიციის მიზნით დაწყებული გვაქვს მოქმედებები და ძალიან მალე იქნება ადაპტირებული და მიღებული, რაც სფეროების მიხედვით და გიორგისაც მოусმინოთ. გიორგი სულთანიშვილი არის ჩვენი სტუმარი. გიორგი, იცით, ცვლილებების შესახებ ვართ ინფორმირებული, მაგრამ ერთია კანონი და მეორე არის როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, მისი აღსრულება. ეს არის პოლიტიკა ფურცელზე თუ ეს არის რეალური პოლიტიკა თქვენი შეფასებით? პოლიტიკა ნამდვილად რეალურია ამ წრეებში, ექსპერტულ წრეებში ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და პრინციპში თავისი შედეგი უკვე რაღაც დონეზე გამოიღო კანონმა, რომელიც წინა კანონმა და ახლა უკვე შეიცვალა. თუმცა მე მაინც პრობლემას უფრო ვხედავ არა კანონში და ასე ვთქვათ სანქციებში, რომელიც დიდ შედეგს ვერ მოგვცემს საბოლოო ჯამში, არამედ უფრო გამოსავალი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაზეც უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს როგორც სახელმწიფო ერთის მხრივ, მეორე რა თქმა უნდა მედია და საერთოდ სამოქალაქო საზოგადოება. როდესაც საუბარი არის ესეთ უბედურ შემთხვევებზე, რომელიც საკმაოდ ცუდი სტატისტიკა მოიყვანეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობაა. აქ აუცილებლად უნდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას და ბიზნესებს, რომ მნიშვნელოვანი არის მათივე კეთილდღეობისთვის, ასე ვთქვათ, ფინანსური კეთილდღეობისთვისაც კი, რომ დაცული იყოს შრომის უსაფრთხოების ნორმები. ეს საშუალებას გვაძლევს
როგორც სხვადასხვა კვლევა გვეუბნება, რომ ანუ ზრდის უსაფრთხო სამუშაო გარემო პროდუქტიულობას ადამიანის, ასევე ნებისმიერი დარღვევა და უშუალოდ შრომის უსაფრთხოების ან მით უმეტეს ინციდენტი და თუ ეს მით უმეტეს არის ფატალური ინციდენტი, ძალიან უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე, როგორც იმიჯზე და შესაბამისად ეს ყველაფერი უფრო დიდი პრობლემა არის, ვიდრე ეს რეგულაციები. გიორგი, თქვენ თქვით, რომ დასაქმებულმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე. დასაქმებული ცნობიერების სამაღლებაზე ვინ უნდა იზრუნოს? ბიზნესი და კი არის ეს ბიზნესის პასუხისმგებლობაც, მისი ინტერესიც, მაგრამ ამის გააზრება მგონი ცოტა რთულია ბიზნესისთვისაც. თუ ეს პირველ რიგში ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს. დიახ, ეს პირველ რიგში მთავრობის და ხელისუფლების პრეროგატივაა და კანონში პირდაპირ წერია, რომ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პირდაპირ წერია ვალდებულებებში, რომ აგიტაცია უნდა შეეწეოდეს შრომის უსაფრთხოების პოპულარიზაციისთვის, მაგრამ თუმცა მარტო სახელმწიფო რა თქმა უნდა ამას ვერ შეძლებს და ზუსტად ეს ამ თემით დაინტერესებაც, ეს დღევანდელი საუბარი ამ თემაზე უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, უბრალოდ უფრო ხშირად უნდა იყოს ეს საუბრები. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ როდესაც რაიმე ინციდენტი ხდება, მხოლოდ მაშინ გვახსენდება საზოგადოებას, რომ არსებობს შრომის უსაფრთხოება საერთოდ და ეს ამას დაცვა უჭირდება. მე ვფიქრობ, რომ აი ამაზე ყოველდღიური ნელ-ნელა ესეთი მინდორობითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში ჩვენ მივაღწევს იმ შემდეგს, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ესეთი ინციდენტები. რა თქმა უნდა, ამის აღმოფხვრა შეუძლებელია და 0%-ზე ვერ დავიყვანთ რისკებს, თუმცა გონერულ რაღაც ფარგლებში შეიძლება ეს მოექცეს. ზედმეტ ვირთს ხომ არ უკიდებთ სახელმწიფოს, როდესაც ვაძლევთ იმის უფლებას, რომ განსაზღვროს თამაშის პირობები, რომლითაც მე და დამსაქმებელი ვართ ბაზარზე. რა საჭიროა საერთოდ ის რეგულაციები, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ? ისედაც, როდესაც ადამიანი კვდება სამუშაო ადგილზე, ეს დამსაქმებლის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რა თქმა უნდა, და ის ყველანაირად უნდა აკეთებდეს იმას, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო კონდეს. რა საჭიროა ამაზე სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და მითითება, რომ შენთან სამუშაო ადგილზე არ უნდა კვდებოდნენ და არ უნდა სახიჭრდებოდნენ ადამიანები? გეთანხმებით, ეს ნამდვილად ბიზნესის პირდაპირ ინტერესი არის, რომ არ უნდა ხდებოდეს ესეთი შემთხვევები, თუმცა აი სტატისტიკა, რომელიც თქვენ მოიყვანეთ სულ ცოტა ხნის წინ, გვაჩვენებს, რომ სულ ესეც არ ხდება, ანუ ბოლომდე არ ვიცი გაუცნობიერებლად ხშირ შემთხვევაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში რაღაც ესეთი დანაზოგების თავიდან უბრალოდ დანახარჯების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება ამას ბიზნესი რაღაც დონეზე თავს იკავებდეს. თუმცა თუ სწორად მივაწოდებთ ინფორმაციას, რომ ნებისმიერი დახარჯული ლარი გაცილებით მეტ მოგებას მოუტანს საბოლოო ჯამში ორგანიზაციას და ბიზნესს, ანუ აი ამ მიმართულებით უფრო უნდა წავიდეს სახელმწიფოც მათ შორის, მე რა თქმა უნდა ვეთანხმები, რაღაც დონეზე უნდა იყოს აუცილებლად სანქციებიც, უნდა იყოს ჯარიმებით და არის საუბარის, რომ საერთოდ ბიზნესის შეჩერების უფლებაც აქვს, თუმცა უფრო მეტი აქცენტი ალბათ უფრო აი ცნობიერების ამაღლებაზე უნდა გაკეთდეს. სანამ ბატონ გიორგისთან გავაგრძელებთ საუბარს, ბატონ ბექას მინდა დაუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში, ბატონ ბექასთან მექნება კითხვა. გესმით ბატონო ბექა ჩვენი. საინტერესოა, რამდენად თავისუფლები იქნებით თქვენი ფუნქციების განხორციელებაში, თუნდაც 1 სექტემბრიდან. ანუ ისევ მოგიწევთ ბიზნესის წარმომადგენლების გაფრთხილება, რომ თქვენ მათთან შემოწმებით შეხვალ. თუ ეს იქნება გაუფრთხილებელი შემოწმებები, რამდენად მკაცრები იქნებით აღმოჩენილი დარღვევების მიმართ და რა სანქციების გატარების უფლება გეძლევათ ახალი კანონის მიხედვით თქვენ? რამდენად მკაცრი იქნება ინსპექტორის შემოწმების პროცესში? დიახ, მოგახსენებთ, ჩვენ 2019 წლის 1 სექტემბრიდან არ დაგვჭირდება არავითარი ნებართვა კომპანიის, არამედ შემოწმება მოხდება დღეღამის ნებისმიერ დროს კომპანიის წინასწარ შეტყობინების გარეშე და გავრცელდება, როგორც უკვე აღნიშნე, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე შრომის ინსპექციის მანდატი. შესაბამისად, რაც შეეხება სიმკაცრეს, მე ვიტყოდი, რომ შრომის ინსპექციის როლი არის, ესე იგი, რომ გარკვეულწილად მოახდინოს პრევენცია, რადგან მე არ მინდა, რომ საზოგადოებამ აღიქვას ეს არის სადამსჯელო რაზმი, არა, შრომის ინსპექციის უმთავრესი პრეროგატივაა მოახდინოს მან პრევენცია, თუმცა ნებისმიერი დარღვევა ბუნებრივია, რომელიც დაფიქსირებული იქნება, ადეკვატური რეაგირება ექნება შრომის ინსპექციის. რამდენი ინსპექტორი ყავთ აქვე, რომ დავაზუსტოთ, რამდენი ინსპექტორია საერთო ჯამში ამ უწყებაში, რამდენი ადამიანი მუშაობს?
დღის მდგომარეობით საშტატო ერთეული განსაზღვრული არის 47-ით შრომის ინსპექტორთა ზოგადად შრომის ინსპექციის რაოდენობა, თუმცა მას შემდგომ რაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი რედაქციის კანონი და მანდატი გაიზარდა შრომის ინსპექციის, ბუნებრივია ამის პარალელურ პროცესში მოხდება და ესე იგი დატრენინგება და ახალი შრომის ინსპექტორების დამატება, რომელიც სრულად იქნება თანხმდროში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიასთან, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენი ინსპექტორი უნდა იყოს ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ეფექტური ასრულების. მადლობა გიორგის დაუბრუნდეთ ახლა. გიორგი, იცით პროფკავშირების ხელმძღვანელმა ჩვენ აგვიწერა ის სიტუაცია, როდესაც ყოფილ დასაქმებულს აქვს სურვილი უჩივლოს თავის ყოფილ ხელმძღვანელს და გითხრა რომ ძალიან დიდ ხარჯებთან არის და დროსთან ეს ყველაფერი დაკავშირებული და შეიძლება აზრიც არ კონდეს და ბევრი ამაზე არ წავიდესო. ეს ასია თუ არა თქვენი შეფასებით და ამ პირობებში არ ვიცი როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ კი სამართლებრივი საშუალება არ გვექნა ჩვენი უფლებების დაცვის, უბრალოდ არაფერი არ გამოვა. ნამდვილად სამწუხაროდ ეს რეალობა არის დღეს, როდესაც დამსაქმებელს მიუხედავად იმისა, რომ ამჩნევს, რომ სამუშაოზე რაღაც შრომის უსაფრთხოების წესები არის დარღვეული, მას არ აქვს შესაძლებლობა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. გულისხმობ იმას, რომ პირველ რიგში ანუ რაღაცნაირად დაშინებულები არიან, არ დაკარგონ სამსახური და ამის გამო იკავებენ თავს და მეორე ეს არის ზუსტად აი ეს გაწელილი დავები სასამართლოში, რომელიც შეიძლება რამოდენიმე წელი გაიწელოს და ამასთან რა თქმა უნდა ეს მოითხოვს რაღაც გარკვეულ ხარჯებს, როგორც არის თქვა იურიდიული მომსახურების ხარჯები, რისი გაღებაც უწევს დასაქმებულს. აი ამ მიმართულებით ნამდვილად პრობლემა არის, ალბათ რაღაც შეცვლილი არის ჩვენ კანონმდებლობაში ეს უბრალოდ ჩემი ანუშავებაა. მადლობა გიორგი დაგემშვიდობებით. შრომის უფლებების სპეციალისტი გიორგი სულთანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ბექა, თქვენთანაც უნდა შევაჯამოთ, თქვენ რა შედეგებს ელოდებით? მოდით პირდაპირ თქვათ, დღეს რა უფლებამოსილებაც გაქვთ თქვენ? ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია უბედური შემთხვევების, თუ გაცილებით მეტი გჭირდებათ იმისთვის, რომ რეალური შედეგი დაიდოს? მე მოგახსენებთ, რომ ახალი რედაქციის კანონი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს საქართველოში და ეს კანონი რატომ ვამბობ, რომ პასუხობს სრულად? ჩვენ თუ ნახავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითებს, როდესაც მათ მოახდინეს ევროკავშირში ინტეგრაცია და შევადარებთ სტატისტიკებს, როგორი იყო დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ინციდენტების რაოდენობა და როგორია დღეს, ნამდვილად დადებითი დინამიკა ახასიათებს ამ ქვეყნებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მექანიზმი, რომელიც დაინერგა და შრომის ინსპექციის მექანიზმი საკმაოდ ახალია ქვეყანაში. ის კანონი, რომელიც მიღებული არის, მე მაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ვივარაუდო დინამიკა ნამდვილად იქნება დადებითი. და თუმცა ეს არ არის სრულად, მე ვეთანხმები ჩემს წინა გამომსვლელს ცნობიერებაზე ჩვენ ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ მას შემდგომ, რაც გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია მოგეხსენებათ 2006 წელს და არ არსებობდა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, შრომის უსაფრთხოების კულტურა გარკვეულწილად მოიშალა ქვეყანაში, როგორც დამსაქმებლებთან, ასევე დასაქმებულებთან და რაღაცნაირად მეტი ძალისხმევა, მეტი ცნობიერების ამაღლება კიდევ ერთხელ საჭიროა ჩვენი მხრიდან, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ამას, ჩვენ მუდმივად გვაქვს როგორც დასაქმებულებთან. გასაგებია თქვენი პროცესია, ბატონო ბეკა, ერთი კითხვა მექნება, თქვენ თქვით რომ 47 ადამიანი მუშაობს თქვენს უწყებაში. კომპანია არის ძალიან ბევრი. თქვენი თანამშრომლების უფლებები დაცულია? თუ მათ უწევთ ზეგანაკვეთურად მუშაობა, თუ უნაზღაურდებათ ეს თანხა? 47 ადამიანი ფარავს სრულად იმ კომპანიებს, რომ ადამიანების უფლებები იყოს დაცული და თქვენ სამსახურს რეალურად შეეძლოს საქმის კეთება. დიახ, აქვე მოგახსენებთ, რომ მე როდესაც აღვნიშნე დღეღამის ნებისმიერ დროს შეიძლება შრომის ინსპექციაში შესვლა თქო, აქ გულისხმობ, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს თითოეულ კომპანიაზე თითო ინსპექტორი, ხომ ეს უნდა იყოს რაღაც კონიუნქტურული რაოდენობა და იმიტომაც აღვნიშნე დღეღამის ნებისმიერ დროს კომპანიის შემოწმება ნებისმიერ კომპანიას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შემოწმდეს ის კონკრეტული კომპანია, რომელიც თითქოს და ფიქრობს, რომ შეიძლება მასთან ნაკლებად მოხდეს ინსპექტირების პროცესი. ამიტომ აქ მოლოდინზეა საუბარი და ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ანუ ინსპექტორთა რაოდენობა მე როგორც უკვე აღვნიშნე, გაიზრდება აუცილებლად იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. იმ ვალდებულებიდან, რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონმა განუსაზღვრა შრომის ინსპექციას, ამიტომ ამ მიმართულებით ბუნებრივია, ასე იგი, გრძელდება სამუშაოები და რაც შეეხება ზეგანაკვეთურ შრომას და უფლებების დაცულობას, ბუნებრივია, ჩვენ ვართ ორგანო, რომელიც
დიდი მადლობა. ჩვენ ვართ. მადლობთ. დაგემშვიდობებით ბექა ფერაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი. წარმატებები უსურვოთ მას, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. რეზიუმეს სახით. მე მაინც მგონია რომ საერთოდ შეიძლება ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვამბობდე, მაგრამ კოდექსი შრომის საერთოდ არაა საჭირო. გამართული სასამართლოს პირობებში ძალიან მარტივად შეიძლება დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის უფლებები გადაინაცვლოს სასამართლოში, თუმცა სასამართლო დავები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ძალიან ბევრი შეგვიძლია სტატისტიკა ამოვიღოთ, რომ წლები გრძელდება. და მანდ ვარ მეც რომ ამ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდის საფის მაინც შრომითი ცენტრის ვიქნები ახლა მემარჯვენე და შრომითი კოდექსი მე ვთვლი რომ აუცილებელი უნდა იყოს. მაგრამ იცი და მოქალაქის პასუხისგებლობას მართლაც არაფერი არ აუქმებს. მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ ჯერ საკუთარ თავს მოვკითხოთ და პირველი რაც მინდა ვთქვა, დავიწყოთ კონტრაქტის კითხვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც არ შეცვლილა საქართველოში ეს არის ის, რომ ხელშეკრულებას უბრალოდ არავინ არ კითხულობს. მიუხედავად იმისა და მე რა რომ წვრილი შრიფტით წერია, წავიკითხოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღეისთვის მე მგონი სულ ეს იყო მაესტროელები გემშვიდობებით. ირაკლის ტოლით მაისურაძეს ახალი ამბები უნდა მოგიყვეთ. ნახვამდის. ხვალამდე. ხვალამდე. თუმცა მე